25 აპრილს გელოდებით პაბ მაკლარენში ძალიან მაგარ ფართიზე. გვექნება ბევრი ბურგერები. ბევრი ლუდი. და ბევრი მუსიკა. აბა არ გექნებათ. აუ, ყავაც ეკნებათ. გემდესია. ეს გახლავთ 67-68 წლის მიშა ანდღულაძე, რომელიც იყო ჩემი ბავშვობის კუმირი. და მე მინდა კაცების იმედგაცრუებაზე, ქართული კაცების იმედგაცრუებაზე დავიწყო ვიდეო მიშა ანდღულაძედან, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარდა, მართლა ბავშვობაში ჩემი გმირი იყო რა მიშა ანდღულაძეს ტელევიზორიდან რომ რამე მოეწოდებინა 10 წლის მიშიკოსთვის, აი მე დაუჯერებდი რომ დიახ მიშა, დიახ, აუ, რა მაგარი ხარ. იმის შემდეგ გავიდა 40 წელი და მიშა დღეს ის ხამს ლუდს სახეზე, დღეს ბურგერს იზილავს სახეზე, რომ ბარტერის გაცვლით ჩაატაროს სადღაც სტენდაპი და გასამრჯელოდ მიიღოს აი ეს დარჩენილი ბურგერი. ანუ რაც შეიზილა, რომ ჩაკბიჩა, მე კი არ გადააგდონ, მე დადო, რადგან ეს არის მისი გასამრჯელო. და ის ლუდიც ქვემოთ რაღაც ტაშტი ედგა და რომ გადაისხა, ქვემოთ რაც ჩაისხა, ის მიაქვს სახლში. აი ამად გადაიქცა ჩემი გმირი. ასე რომ დღეს ვისაუბრებთ იმედგაცრუებაზე და კონკრეტულად კაცებისგან იმედგაცრუებაზე. ქართველმა კაცებმა დამაორსულეს და საზიზღრები არიან მიმოტოვის მე. არა მეგობრებო, მეც კაცი ვარ, ასე რომ უბრალოდ მართლა გული მტკივა ამ ყველაფერზე რაც ვუყურებ. ქართული კაცები მიწერენ წინა ვიდეოდან გამომდინარე, რომ მიშა, შენ სადაც გნახავ, სადაც შემხვდები. 2 წელი. შვიდასი დღე ეძებ ადამიანს. აი ის რა კინოა, ის რო თამაშობს. ლიამ ნისონი რო თამაშობს. ლიამ ნისონი ამერიკიდან ჩავიდა რუმინეთში. თავის შვილი რო გასტაცეს, 1-300 კაცი მოკლა და დაიხსნა. მე მგონი 1-4 სერიაა, ხო, მაგ ფილმის გამოსული Taken რო ქვია. მე მგონი 4 ჯერ გასტაცეს თავის შვილი და 4-ვე ჯერ დააბრუნა. ჯეისონ ბორნმა მთელი რუმინეთი გადახოცა, ყველა რუმინეთს რატო ხოცავს, არ ვიცი. ჯონ ვიკმა თავის ძაღლის მკვლელობის გამო მთელი რუსული მაფია ამოწყვიტა. და თქვენ 2 წელია მიკომენტარებთ, რომ მიშა, სადაც გიპოვიო, სადაც შემხვდები. ამ სიტუაციაზე ვსაუბრობთ რა. კონკრეტულად ამ ადამიანებზე არა, უბრალოდ ყველა კაცმა მინდა გაითვალისწინოთ, რომ ესეთი საწყლები არ უნდა იყოთ, მეგობრებო. აი ამ ადამიანების მაგალითზე ჩამოვაყალიბოთ ეხა სტერეოტიპი, რომელიც არ უნდა გახდეთ. მთელი გულით გთხოვთ, მართლა. იმიტომ რომ მეც ქართველი კაცი ვარ, მეც ვცხოვრობ ჩვენ სამშობლოში. რაც არ უნდა ბედკრული იყოს, რაც არ უნდა, ზოგისთვის წილხვედრი, ზოგისთვის ბედკრული, ზოგი აგინებს, ზოგი აქებს, ზოგი სადღეგრძელოებს იძახის. მაინც მიყვარს ჩვენ სამშობლო და მინდა რომ წესიერმა კაცებმა იცხოვრონ ამ ჩემ სამშობლოში. ასე რომ განვიხილოთ რა. ძალიან გთხოვთ 2 წუთი დამაცადოთ. ეგრევე არ დამიწყოთ რომ მიშა ქოცი ხარო. დამაცადეთ ცოტა. მოკლედ ჯერ გაგარკვიოთ. უცნობი ხო იცით? მოკლედ ქოცების პროპაგანდისტია ეხლა, არავისთვის დასამალი არ არის და უცნობმა თქვა ესეთი სიტყვები, ამას გაჩვენებთ. მარტო ის რომ ლობიო ძვირია თუ იაფია, ამაზე დაიყვანოთ მთელი კუჭის ამბავზე დაიყვანოთ მთელი თქვენი ქვეყნის ამბავი. არ ვიცი რა, აფხელა რაღაცა ხდება ამ სოფლიო ჩემპიონატის შანსი მოგვეცა რომ ჩატარდეს, განვითარდეს ინფრასტრუქტურა საქართველოში ყველგან, არა მარტო თბილისში, ხო, რომ ახალი სტადიონები აშენდეს რაღაცა. არა რა, არ უნდათ არაფერი არ მოწონთ რა. პირად რაც აი ყველაფერზე, აი ყველაზე დიშოვი რაღაცეები, რაც არის რომ აბა იგი ბავშვებს ფური არა აქვს. მოკლედ ბატონმა უცნობმა იმაზე ისაუბრა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცინიკურად, რომ
ხალხო, ამდენად მაგარი რაღაცები ხდება ქვეყანაშიო და თქვენ კიდე საჭმელიო და რაღაცებზე ფიქრობთო. ცინიკური იყო, რა თქმა უნდა, ცინიკური იყო. აი, მოკლედ, იმ ვიდეოს პასუხი აქვს ერთ-ერთ მოქალაქეს. ეს ნაცნობი ნაბოზარი ნახეთ, რას იძახდა 4 თვის წინ და რას იძახის ეხლა. ბიჭო, ნამოსის უდაკარგე? ეჭემის გადანგრეულო. ვიღაცა მაგ ნავს გადაგამხობს თავზე ბიჭო ქუჩაში. აი, ეს გახლავთ მეგობრებო. ქართველი ტიკტოკერი, იუთუბერი, თუ რაც იქნება, კაცების რეალობა. მოდით, ვინც ვერ მიხვდით, რას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, მოგასმენინებთ. ეს ნაცნობი ნაბოზარი ნახეთ, რას იძახდა 4 თვის წინ და რას იძახის ეხლა. ბიჭო, ნამოსის უდაკარგე? ეჭემის გადანგრეულო. ვიღაცა მაგ ნავს გადაგამხობს თავზე ბიჭო ქუჩაში. ანუ ადამიანი ნაწყენია, ხომ? უცნობის სიტყვებით. აი გამწარებულია ადამიანი რა, რომ ესე სარკასტულად, ესე ცინიკურად როგორ იძახიო. და შენო, იცი რა მოგივაო? შენო, უცნობო, გია გაჩაჩილაძე, შენ მოგმართავო. ვიღაცა გადაგამტროს მაგნავს თავზეო. ვიღაცა მე არა, ანუ მე გავმწარდი შენ სიტყვებზე, მაგრამ ვიღაცა იცი რას გიზამს? როდის ჩავყლევდით ესე? აი, რა დაგვემართა? რომ ესე ვართ, რომ ჩვენ ვმწარდებით რაღაცაზე და შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ვიღაცა იცი რას გიზამს შენ? იმაზე რომ მე ვბრაზდები ამაზე. როდის უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართველმა კაცებმა საკუთარ თავზე, რომ თუ ჩვენ შვილებს შეათ, ვისი ბრალია? უცნობის? ირაკლი კობახიძის? თუ მამების? მიშა, იცოდე, შენ ეგრე ნუ ლაპარაკობ ჩემ შვილებზე. კი, ჩემ შვილებს შეათ, მაგრამ შენ ვიღაცა მოგხედავს. ხო, აი, შენ შვილებს თუ შეათ, შენი ბრალია. და ვიღაცებს ნუ აბრალებ. და ვიღაცებს ნუ აწერ შენ პასუხისმგებლობას. შენ თუ ბრაზდები უცნობზე, მაშინ შენ გაეცი პასუხი. ნუ იძახი რომ მე შენზე ვბრაზდები, მაგრამ ვიღაცა რას გიზამს იცი? ჩემ შვილებს შეათ, მაგრამ ვიღაცის ბრალია. დედა ჩემს შეა, მოხუცებულია, პენსიაზე ძლივს ცხოვრობს, მაგრამ ვიღაცის ბრალია. როდის აიღებთ ქართველი კაცები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? აი, როდის იტყვით, რომ მე თუ არ მაკმაყოფილებს ჩემი სამსახური, არის ვისი ბრალი? ვიღაცის? უცნობის? ირაკლი კობახიძის? მიშასი? ბიძინასი? არა, თქვენი! კი, რაც არ უნდა შოკის მომგვრელად ჟღერდეს. თუ სამსახური არ გაკმაყოფილებს, მაინც მუშაობ, მაინც დადიხარ, მაინც შენი შვილები მშივრები კვდებიან, ვისი ბრალია? ჩემი? არა, შენი ბრალია. თუ შენ ვიღაცა არ მოგწონს და ვიღაცა გგონია რომ ბავშვებს დასცინის და ბავშვებს აგინებს იგი ბავშვებს აგინებს და ვიღაცა მოგხედავს შენ და არაფერს აკეთებ, ვისი ბრალია? შენი. რატო ბიჭო, აი რატომ გახდით ესეთები? მართლა ის გჭირდებათ რაღაცა ალფა მამაკაცების კურსები გჭირდებათ? ალფა მამაკაცების კურსები უნდა მოგყიდოთ მაინც და მაინც რაღაცა 200 და 300 ლარად თვეში, რომ გასწავლოთ კაცობა? რომ კაცმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, საკუთარ საქციელებზე, საკუთარ ცხოვრებაზე, თუ რამე არ მომწონს 12 წლის მანძილზე 10 სამსახური რო გამოიცვალე და 5-დან გამომაჯმევინეს, რის გამო იყო? რის გამო იყო? კობახიძემ გამომაგდო? თუ მიშამ, თუ ბიძინამ? არა, არ მომწონდა და ვატარაკებდი. რადგან ვიცოდი, რომ უკეთესი მინდოდა. არ მინდოდა ვიღაც ქვეშევრდომი ყოფილიყავი. ვატრაკე და ახლა თქვენ რომ მიყურებთ, ამითი შემომდის ფული. ხო, აეგა სიგიჟია, კი, რომ მივაწექი და რომ ვატრაკებ და 2 წელი გადამულოთ ვიდეოებს რომ ვდებ, მანდიდან შემომდის ფული. მიშა, შენ ვიღაცა მოგხედავს, იცოდე. მიშა, შენ ვიღაცა მოგხედავს.
ვიღაცა მომხედა, ვიღაცა დიდი იმედი მაქვს რომ მართლა მომხედავს და დამა ფინანსებს და დამა სპონსორებს. ასე რომ, დიდი მადლობა ვიღაცას უბრალოდ ბატონო ქართველო კაცებო, ვინც აი ეს ჩაჯმულები ხართ, ვინც მართლა კიდე კობახიძეს და ბიძინას აბრალებთ იმას რომ თქვენ შვილებს შეათ. არ ვიცი, ბოლოჯერ დაანძრიეთ მეგობრებო, აი ბოლოჯერ ოღონდ რა, აი მოდი შევთანხმდეთ რომ ამ საღამოს დაანძრევთ ბოლოჯერ, შემდეგ ხვალ დილიდან გაიღვიძებთ და ახალ სამსახურს იპოვით, რადგან თქვენ შვილებს თუ შეათ, ესე იგი არ მუშაობთ სწორ ადგილას, ხო? თუ თქვენ მუშაობთ 9-დან 5 საათამდე, თქვენ შვილებს თუ შეათ, სტაფილოს თუ ვერ ყიდულობთ, პომიდორს თუ ვერ ყიდულობთ, ქათმის ხორცს თუ ვერ ყიდულობთ, რაღაც მუშაობთ. რისთვის მუშაობთ? წუწუნისთვის? რომ იმუშაოთ და მე მაინც ვერ ვარჩენ და აი მაგითი ამაყობთ? როგორ შეგიძლიათ ვაფშე მაგიზი ონლაინში დაწერა რომ მე ჩემ შვილებს ვერ ვარჩენ და სიამაყით წერთ ამ ყველაფერს. როგორ უნდა დაწეროთ ბიჭო ეგეთი რამე? როგორ უნდა დაწეროთ? სირცხვილის გრძნობა სად დავკარგეთ? სად დაკარგეთ? როდის გადააბრალეთ ყველას თქვენი პრობლემები? ჩემი შვილები მშივრები არიან. ჩემი შვილი დღეს ისეთი გამხდარია რომ კვდება. და ეს ირაკლი კობახიძის დამსახურება. ასე რომ დღეს ჩემი შვილი რომ მოკვდება, ირაკლი კობახიძეს აგინეთ. მე კიდევ ეხლა აქ ვიჯდები და ვუყურებ ჩემ შვილს როგორ კვდება. არხი გამოიწერეთ. ფულები ჩამერიცხეთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე. თქვენი ფულებით ვცხოვრობ და თქვენ ფულებზე ვცხოვრობ. კი. და აი რაც არ უნდა გაბრაზდეთ, მე მაინც ჩამერიცხავს ხალხი ფულს. აი თქვენ ვინც გამწარდებით, აი გამწარდით. მე მაინც ჩამერიცხავს ხალხი ფულს და მაინც კარგად ვიცხოვრებ და ჩემ შვილებს მაინც არ მოშივდებათ. აი ეგრე.